მაქვს ორი სასტუმრო და რესტორანი. ადრე ძალიან კარგი იყო, როდესაც ახალად გავხსენით 2012 წლიდან ფუნქციონირებს ჩვენი რესტორანი და სასტუმროები. ამ ბოლო წელში პანდემიამ ჯერ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. 2006 წლიდან მუშაობ ტურიზმის სფეროში და მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. თავიდან მუშაობდი ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში. და 2014 წლიდან უკვე კერძოდ დავიწყე მუშაობა, ვარ საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი და ტურისტული გიდების მსოფლიო ფედერაციის წევრი. მას შემდეგ რაც დაიწყო ომი, ტურისტთა რაოდენობა მიკლო და რაც შეეხება კორონავირუსის პერიოდის შემდგომ წლებში აშკარად ჩამოდის ისეთი ტურისტი ძირითადად, ანუ 90%, რომელიც არ არის გადამხდელუნარიანი. ანუ იშვიათად უკვეთავენ ექსკურსიებს, ეძებენ იაფასიან სერვისს, რაც რა თქმა უნდა ზოგადად ცუდად მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე, გულისხმობ უშუალოდ ტურიზმს. ხალხის ციხე არის ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი. ჩვენ გვაქვს საინფორმაციო ცენტრი, სადაც ხდება შემოსული ტურისტების აღრიცხვა. 2023 წელს ჩვენ ყავდა დაახლოებით 113,000 ვიზიტორი. წლევანდელ წელს შარშადილთან შედარებით, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გვაქვს 15%-იანი ზრდა. წელს ვიზიტორები აბსოლუტურად არიან შემცირებულები, აბსოლუტურად გაუქმებულია დაბრუნილი ნომრები და ფაქტიურად ცარიელები ვართ. აბსოლუტურად ყველაფერი კრიტერიუმი აკმაყოფილებს ვიზიტორებს და მოსწონთ ყველაფერი. მთავარია დაცულად და კომფორტულად იგრძნოთ სახელმწიფოსგან. ზოგადად დაძაბულობა ქვეყანაში რა თქმა უნდა მოქმედებს და მოქმედებს არა მარტო რუს ტურიზმზე, არამედ ევროპელ ტურიზმზე და ყველაზე ზოგადად ვინც ჩამოდის საქართველოში და ეს პირდაპირ ურტყავს ტურიზმს. დეზინფორმაციასთან ბრძოლა უნდა პირდაპირ იმუშაოს სახელმწიფომ. იმის მაგივრად რომ იმუშაოს დეზინფორმაციის გასაქრობად სახელმწიფომ, პირიქით არ უნდა შეუწყოს ხელი, რომ აი მართლა თვითონაც არ უნდა შეუწყოს ამ დეზინფორმაციას ხელი. მარტო ლაპარაკით არა, რა თქმა უნდა, ადამიანები რომ შემოვლენ, აი მის ქმედებაც უნდა იყოს აუცილებელი იმისა, რომ ნამდვილად იგრძნოს ადამიანმა, რასაც ამბობს სახელმწიფო, ის მართალია. სტატისტიკური მონაცემები ასეთია, რომ აქტიურად მოდიან ჩვენთან ტურისტები რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან. წლევანდელი წელი იყო გამორჩეული იმით, რომ ჩინეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა არის საკმაოდ დიდი და იმ ტოპ 5-ში, რომელსაც ჩვენ ვითვლით ხოლმე, მეორე ადგილზე არიან ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები. პირველ ადგილზე არის ყველაზე დიდი რაოდენობა შემოსული ტურისტების არის რუსეთიდან მოსული ტურისტები. უფრო დასავლეთის ხალხი იმას იძახის, რომ ჩვენ უფრო ნაკლებ ყურადღებას გვითმობენ ვიდრე სხვას. აი, როდესაც მაგიდაზე ვზივართ, ვინმე რო გამოგველაპარაკოს ან დაგვამციროს, ან რამე, ჩვენ უფრო დაჩაგრულ ვითარებაში ვართ წარმოდგენილი, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ტურისტები. არის ისეთი მომენტი, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელია ყველა პატარა ნიუანსზე დაგვაჯარიმონო. აი, ისინი არ დააჯარიმონო. უფრო ალბათ რუსეთის მოქალაქეებს გულისხმობენ, რომ მეტი პრივილეგია აქვთ. ნებისმიერი დაძაბულობა ქვეყანაში, ნებისმიერი აქცია, ყველაფერი რა თქმა უნდა პირველ რიგში უტყავს ტურიზმს, რადგან ტურისტები არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოდიან დასასვენებლად და ქვეყანაში, სადაც არის დაძაბული სიტუაცია, რა თქმა უნდა, უმეტესობა არ ჩამოვა. მაგრამ ყველაზე უცნაური არის ის, რომ მაინც რუსებს ნაკლებად ეშინიათ ჩამოსვლა ამ სიტუაციაში ვიდრე ევროპელებს და საკმაოდ ბევრი ტური გამიუქმდა, ანუ ტურისტების, რომლებიც უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპიდან. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. თან გადამხდელ უნარიან ტურისტებზეა საუბარი. ყველაზე მხარჯველუნარიანი ტურისტი ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე არიან ავსტრიელები, გერმანელები, შვეიცარიელები და ზოგადად ევროპის ქვეყნებიდან მაინც. მაგრამ ესეთი კონტინგენტი ჩამოდის პატარა რაოდენობით, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მაგალითად ჩემ გადასახედიდან სხვას არაფერი დავაბრალო. ნამდვილად ცუდ ვხედავ, იმიტომ რომ თუ ესე გაგრძელდა, რომ ოპოზიცია პოზიცია ვერ შეთანხმდა და სახელმწიფო ვერ შედგა, არავინაც არ მოვა და ჩვენც ძალიან ჩამოვიშლებით.